მოხსენება, ეს არის სუსანა ანტონიანი. სუსანა ანტონიანს მე გასულ წელს ვასწავლიდი ქართულ ფოლკლორს და მართლაც გამოავლინა საოცარი ინტერესი ფოლკლორული შემოქმედების მიმართ და სუსანა ანტონიანის მოხსენება გახლავთ ჯავახეთის სოფელ ეშტიის ისტორია და ხალხური დღესასწაულები. აბა, ისმენთ. მოგესალმებით. დღეს ჩემი საკონფერენციო თემა არის ჯავახეთის სოფელ ეშტიის ისტორია და ხალხური დღესასწაულები. სამცხე ჯავახეთის რაიონის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აბულმთის ძირში წმინდა ანტონის მეთვალყურეობის ქვეშ მდებარეობს ერთი პატარა სოფელი სახელად ეშტია. ეშტია პატარა, მაგრამ მდიდარია თავისი კულტურით, ტრადიციითა და ისტორიით, რაც კი განსაკუთრებულსა და დიდს ხდის უფრო მას. ჩვენს სოფელს აქვს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რაც შეიცავს სამშობლოს დაკარგვას, მიგრაციას, ოჯახის წევრებთან განშორებას და რა თქმა უნდა ახალი ცხოვრების დაწყებას. ჩვენი წინაპრები გადმოსახლდნენ ოსმალეთის იმპერიის ქვეშ მყოფი ერზრუმის გუბერნიის ხნუსის პროვინციის სოფელ ქიულიდან. ქიული მდებარეობდა მდინარე არაქსის მარცხენა ნაპირზე და გარშემორტყმული იყო სამივე მხრიდან ბინგრიოლის მაღალი მთებით. და აქაც ვხედავთ ქიულის ძველი ნახატი და ახლა გადაღებული ნახატი. 1828-29 წლებში რუსეთ-თურქეთის ომმა საბედისწერო მოვლენა გახდა არა მხოლოდ ოსმალეთის გუბერნიისათვის, არამედ ქიულისთვისაც, რადგან ქიულის მოსახლეობიდან 7200-მდე 298-ზე მეტი ოჯახი გადმოსახლებული იქნა ამ დროინდელ ახალციხისა და ახალქალაქის რაიონებში. მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა სამშობლოს დატოვება და ახალი ადგილთან შეგუება, მაგრამ ახალი სოფლის მდებარეობა და ბუნება ძალიან მსგავსი იყო ქიულიდან და არსებობს ერთი მითი, როდესაც მოვიდნენ სოფლის გამგებელი და უფროსები, დაიწყეს დათვალიერება ადგილის და იქ დაინახეს ცივი წყარო, ცივ წყაროსთან კი იყო ირემი და დაამტკიცეს ადგილი და უწოდეს შტია. თავდაპირველი სახელწოდება იყო შტია, მერე შტიო, ეშტია, ეშტია კი თავად სახელწოდება ნიშნავს ადვილად საცხოვრებელი ადგილი. სოფლის დაარსება კი დაიწყო 1830 წელს. აქ ვხედავთ აბულის მთა, წმინდა ანტონის ეკლესია და ჩვენი სოფელი და რამდენიმე ბუნებიდან რამდენიმე ნახატი. რაც შეეხება ჩემს სოფლის ტრადიციებს, პირველად უნდა ვისაუბრო ახალი წლის შესახებ. მართალია ახალი წელი აღინიშნება მრავალ ქვეყანაში, მაგრამ რა არის ჩვენი თავისებურება? 12 საათზე, როდესაც იწყება ზეიმი, ოჯახის ბებია, ანუ ქალი, ჭრის ქადას, რომელშიც დევს ფული და ჭრის ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით. ვინც მიიღო ეს ფულიანი ნაჭერი, მისთვის წელი იქნება ბედნიერი და ფულით სავსე. უფრო დიდი ზეიმით აღნიშნავთ ქრისტეს ნათლობისა და გამოცხადების დღე, ყოველწლიურად 6 იანვარს აღინიშნება და მთელი სოფელი იკრიბება სოფლის მდინარეს ტბასთან, რომელსაც უწოდებთ თუშიგოლს. მღვდელი აკურთხებს წყალს, ასხამს წმინდა მირონს და აგდებს წყალში დიდ ჯვარს, ხის ჯვარს და ტბის მოპირდაპირე ნაპირიდან წყალში ხტება 10-მდე ახალგაზრდა ჯვრის ასახსნელად და აქ მაქვს ერთი ვიდეო, სადაც ჩანს ყველაფერი. ცივია ძალიან. ბოლოს ვინც იმარჯებს, მიიღებს საჩუქარს. ეს დღესასწაული კი მთავრდება ზეიმით, მუსიკითა და ცეკვით.
შემდეგი დღესასწაული ეს არის ტერნდეს, რომელიც აღინიშნება თებერვლის პირველ კვირაში და ჩვენ უпростоრად ყოველი ოჯახი ინთებს კოცონს თავის სახლთან ახლოს და მღერის ტერნდეს, დარმანისკეს, არჰაცისკეს ჰელიგეღეს, რაც ნიშნავს ზამთრისთვის საჭმელი როგორც ადამიანისათვის, საკვები, როგორც ადამიანებისათვის, ასევე საქონლისათვის განაწილებულია და თუ კი სახლში არის ახალი პატარძალი, ის უნდა გადაფრინდეს ცეცხლზე და ცეცხლის კვამლის მიმართულება აჩვენებს ეს ახალი წელი იქნება ნაყოფიერი თუ მშრალი. შემდეგი ეს არის შვადურს მარტნერს აღინიშნება თებერვლის ბოლოს, რაც ნიშნავს ზამთრის დამთავრებასა და გაზაფხულის დაწყებას და ქალები თეთრი პირსახოცებით იწყებენ კუთხების ცემას შესასვლელ კარამდე. შესასვლელი კარი უნდა იყოს ღია, რათა ცუდი ენერგია წაიღოს და ახალი გაზაფხული, ახალი თავისუფალი და სუფთა ენერგიით შევიდეს. შემდეგ ეს არის სურბ-სარქის, ანუ წმინდა სარგისი. ეს არის ცვალებადი დღე, ძირითადად თებერვლის ნახევარში აღნიშნავენ ახალგაზრდები, უпростоრად გოგოები მარხულობენ 3 ან 4 დღით ადრე და მერე კი მიირთმევენ მარილიან ქადას და თუ კი სიზმარში დაინახეს რომ მათმა საყვარელმა ბიჭმა წყალი შესთავაზა, მაშინ ქორწინება ხდება და ხშირად არის ესეთი შემთხვევა, როდესაც სხვა უცნობმა ბიჭმა შეთავაზა სიზმარში წყალი და იპოვეს ერთმანეთი და ქორწინება მაინც და მაინც მოხდა. აღდგომა სურბ-სატიკ სომხურად აი ამ დროს ესაც არის ცვალებადი დღე, აღინიშნება მარტის ან აპრილის ერთ-ერთ კვირას, აღდგომის წინა კვირა ეს არის უფროსი კვირა, აი ამ დროს მორწმუნეები იკრიბებიან ეკლესიაში და ლოცულობენ, შაბათს კი იღებავენ კვერცხს ხახვის კანით, მერე კი საღამოს ბავშვები ჯგუფებად დადიან სახლებში და მღერიან წივ, წერნაკ, ასწოთევენ ბიბერნაკ, ხუნგვარემ, მომვარემ, კარმიჰავგით დურს ტვეკ. და აი ამ თასში უნდა ყრიან ძირითადად ქალები კვერცხს, ხილს და ნამცხრებს და ისე თუ მოხდა რომ არაფერი არ დადეს, ბავშვები აგინებენ აი ამ ოჯახს შემდეგი სიტყვებით: თქვენი ქათამი ბუდეში დაიღუპოს და ქალიშვილი არ გათხოვდეს. და ასეც აქაც მაქვს ვიდეო რგოლი. და ვარ დიდი ზეიმით აღინიშნება სომხეთში, მაგრამ ჩვენც მაინც და მაინც აღვნიშნავთ. ეს აღინიშნება ზაფხულში, ივლისის თვეში, დილიდან იწყება ლიტურგიით, მერე კი უკვე ნაკურთხი წყლით იწყებენ დასველებას. შემდეგ ოჯახებით მივდივართ არასში, ჩვენს ყველაზე დიდ მდინარესთან და იქ კი იწყება სიმღერა, ცეკვა და დღის საჭმელი კი არის მწვადი. როგორც სოფლის ისტორია, ასევე ტრადიციები ჩვენი წინაპრების მიერ არის შენარჩუნებული. ეს ყველაფერი მათ გადასცეს თავიანთ თაობებს და მე კი როგორც ახალი თაობა ვალდებული ვარ, რომ შევინარჩუნო ჩემი წინაპრების ცეცხლი და გადავწე შემდეგ თაობებს. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობთ. აბა, შეკითხვები თუ არის, დავუსვით შეკითხვები. დიახ, რა თქმა უნდა, ბატონო მიხეილ. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა ძალიან საინტერესო მოხსენებისათვის და განსაკუთრებით ჩემთვის პირადად ესეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ თავისი სოფლის მოყვარული ადამიანი, რომელსაც თავის სოფელზე რა ტრადიციებიც იყო, ამაზე ისაუბრა და ეს იყო ძალიან საინტერესო და რომ კიდევ უნდა შეუნარჩუნოთ. ეხლა რატო ვამბობ ამას? დიდი მადლობა შენ ამისათვის, იმიტომ რომ ყველა სოფელში არის აი ჩვეულებრივი რელიგიური დღე, იგივე აღდგომა, ხო? მაგრამ ხალხს აქვს თავისი დამატებითი რაღაცები, რიტუალები. ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა და ამის დავის, რა ქვია,
აღიწეროს ესა მე ჩემს სოფელში თუნდაც თამაშობები და რაღაცა იმდენი რამე იყო რომ ეს ყველაფერი იკარგება და იმათ აღარ სახელები რჩება და აღარც არაფერი მე ერთ დროს ჩემს სოფელში აქ სტუდენტი იყო ჩვენი მსმენელი ჩემი მიერ მოგროვილი ზედმეტი სახელები და ტოპონიმე მივაწოვე რომ ჩვენ სოფელში ძალიან ბევრი ის არის მეთქი საინტერესო ძეგლი რაღაცა და იმუშავე მეთქი და შენც არ მომიკვდი არაფერი აღარ გაუკეთებია მე კიდე ისიც დავკარგე რაც მქონდა ხო ასე რომ მე ვეტყოდი რომ აი ბავშვებს რო ხვდებით ხოლმე თავიდან გასაუბრებაზე წლის დასაწყისში პატარ-პატარა ასეთი ვიდეო კოლაჟები რომ გააკეთო 5 წუთიანი, 10 წუთიანი, 3 წუთიანი შეიძლება რა მნიშვნელობა აქვს გაარჩია როგორც ჩატევ ამას because იქიდან საიდანაც არიან თქვათ არა ქიზიყიდან იქნება ალაზან გაღმა ჩვენი სოფლებიდან იქნება თუ სადაც არ უნდა იყოს ეს ძალიან საინტერესოა და თვითონაც მიანიჭებს ადამიანს საიდანაც არის წარმოშობით ამის აღწერა და ძალიან სასიამოვნოა ასე რომ მე ძალიან მივესალმები შენ იმას და თუ გააგრძელებ ამ მიმართულებით უშავ ეს კარგია შემატებ კიდე სხვა ფერებს და ძალიან საინტერესო იქნება დიდი მადლობა მადლობა თქვენს კი გამძლეა საინტერესო იყო ესე იგი ჩვენ ვცდილობთ ხოლმე ყოველთვის სტუდენტებს ეს მივცეთ დავალება ყოველთვის და ერთ-ერთი საინტერესო გასულ წელს იყო სწორედ სუსანას მოხსენება და ამით